სასამართლოს წოდებულ შენობაში ხმაურია წმინდა ფორმალურად მოსამართლე მსჯავრდებულ სასამართლეს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს უსჯის. სინამდვილეში კი პირიქითაა პატიმრებს გამოაქვთ მოსამართლისა და პროკურორებისათვის განაჩენი სიცოცხლის ბოლომდე რომ სირცხვილად მიყვება თითოეულ მათგანს. ამ საყოველთაო ბოროტებაში გაუგონარ სიბეცესა და სისასტიკეში თითქოს იკარგება იმის იმედი რომ სამართლიანობა იზეიმებს რომ დამნაშავეები დაისჯებიან და ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ბოროტების ფასს გადაიხდის. ყოველდღე რაღაც ახალს უფრო ცუდს ვიგებთ ვიდრე გუშინ ვიცოდით. დღეს 21 წლის გიორგი მინდაძეს რეჟიმმა პიროტექნიკის გამოყენებისათვის 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რა იქნება ხვალ? შეიძლება ვიკითხოთ და ვერც გამოვიცნოთ. იმდენად უძიროა რეჟიმის მზაკვარი ბუნება, იმდენად მოუხელთებელია მათი ბოროტების მასშტაბი. დღევანდელ დროში რთული სანახავია, ვინმე ხმამაღლა ამბობდეს, დიახ, ქართული ოცნებას მომხრევარო. არა, რა თქმა უნდა, ასტები ბევრია, მაგრამ ამით სიამაყე კი გაიშვიათდა. დღეს ივანიშვილის მხარდამჭერის ხაზი პასიურ დაკვირვებაზე, უпростоრად კი აქტიურ სიბრმავეზე გადის. სწორედ ასე ამოვიცნობ თუ ვის ხარჯზე ახერხებს სისტემა ამდენი დანაშაულის ჩადენას. დღეს გიორგი მინდაძეს 5 წელი მიუსაჯეს. ეტყვი რომელიმე ასეც განგებ დაბრმავებულს და უცბად დაუყოვნებლივ გეტყვის. ეს ის ბიჭი ხა, ხო, პოლიციელს რო თავს დაესხა. სხვა შემთხვევებში ვითომ არაფერი იცის, ვითომ არც ცალი ახალი ამბებისთვის რაღაც ხვითაა მოცული. ეს კი გაიგო, კარგად დაიმახსოვრა. პროპაგანდამ კი არ მოწამლა. პირიქით პროპაგანდას მისი გული ისე ელის, როგორც აუცილებელ წამალს. კვლავ სიმყარე რომ იგრძნოს ფეხქვეშ, თავის სუვერენულ ორ ფეხზე რომ იგრძნოს თავი. მოუყვები ასეთს რა დამართეს სპეცრაზმელებმა დაკავებულებს, როგორ აწამეს, სცემეს, სიკვდილისთვის გაიმეტეს, გაძარცვეს, ქორწინების ბეჭდები წააცალეს ხალხს. ამ სპეცრაზმელებისგან კი არავინ დაუშჯიათ. გიორგი მინდაძეს კი 5 წელი მიუსაჯეს. გიყურებს ამ დროს სადღაც შორს იყურება, არ უნდა ამის მოსმენა, რადგან ის უნდა რაც საკუთარ სიმართლეში განამტკიცებს. მეტი არც არაფერი. ვითომ არ აინტერესებს, ვითომ არ უნდა რომ იცოდეს, ვითომ მას არ ეხება, მაგრამ როგორც კი სივრცეს ნახავს, ივანიშვილის პროპაგანდის ისეთი თაროდან გამოგიზრობს, რომ ეს მხოლოდ დაკვირვებული თვალი რომ შეამჩნევს. ეს ჰიპოთეტური, მაგრამ ძალიანაც რეალური ჩვენი მოქალაქე რახანია იმით ვეღარ იტყუებს თავს და ვერ ჩვენ გატყუებს, რომ ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის რამე კარგი უნდა, რომ ეკონომიკაზე ზრუნავს, სამუშაო ადგილებზე, რომ ქართული ოჯახების ბედი ანაღვლებს. ივანიშვილის სიკეთეს ვეღარ და აღარ ყიდის, მაგრამ ბოლომდეა ჩაჭიდებული იმას, რომ ივანიშვილის გარდა სხვა გზა მაინც არ გვაქვს. აქედან დაძვრა კი არ უნდა. კი, ასეც არ მოეწონება გახარიას გუშინდელი დაკითხვა. გახარია ხომ ყველა დროის ქოცური ვარსკვლავი იყო, ყველა ქოცზე ერთი თავით მაღლა რომ იდგა, მაგრამ სინამდვილეში ასეც ყველაზე მეტად გახარიას სულს. მან ხომ ბიძინას კი არა, მას უღალატა. ღალატობს ახლაც, რადგან თავის მოტყუების საშუალებას არ აძლევს. აიძულებს გონებაში ჩაბეჭდილი პოსტულატები გადაწეროს, რომ გახარიას ადგილი იქ აღარ იყოს. ამას კი მას არასდროს აპატიებს. ვის არ ნახავ ამ სიბრმავეში დამალულს, ამ სიყრუეში თავშეფარებულს, ამ სიბეცის ნისლში მოქცეულს. ამ ვირუს ასაკი, სქესი და სოციალური სტატუსი არ ზღუდავს. ეშველება კი ამ ხალხს რამე. მათი ნაწილი მხოლოდ მაშინ შეფხიზლდება, როცა ივანიშვილის ბოროტება ოჯახში მიადგება. ამ დროს აღშფოთდება, ჩათვლის რომ იმ მომენტში დადგება რეჟიმის დასასრული, როცა მას შეეხო. მათი ნაწილი გულწრფელად შეიცვლის რაღაც დროს დაინახავს ამ ბოროტებას, რაღაც ნაწილი კი ყოველთვის დარჩება იმათ რაცაა. სიკვდილამდე დაბრმავებული, მათ ვერაფერს უშველით, რადგან მკვდრები არიან და მკვდართა დამარხავნი, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. და მივანდოთ მკვდრებს საკუთარი მკვდრების დამარხვა. ჩვენს მხარეს ხომ ის ნათელი სახეები დგას, ის გამბედა და სიმტკიცე ჩანს წიგნებში რომ წაგვიკითხავს ქართველობაზე, ჩვენს წარსულსა და წინაპრებზე. ამ დღეებში 400 წელი გავიდა მარაბდის ბრძოლიდან, 400 წელი გავიდა იმ ხურვალე დღის შემდეგ, როცა მართლა გათიტოკაცებული საქართველო გაერთიანდა შაჰ აბასის გეგმის წინააღმდეგ, საბოლოოდ ამოეკვეთა ქართველის ფეხი ქართლსა და კახეთში. ამოეძირკვა ყველაფერი ქართული და საკუთარი იმპერიის პროვინციათ ექცია აქაურობა. ამ საფრთხის წინაშე ყველა გაერთიანდა, სამეფო ტახტი, სააკაძე, დიდგვაროვანი და მდიდარი თავადები, თუ ეპისკოპოსები. ამ ყველაზე ერთი ამოცანა და დიდი мотиваცია ჰქონდა. სწორედ იმ მარაბდის ველზე დგანან ჩვენი პატიმრები დღეს. ის ბიჭები ღიმილი რომ ვერ წაართვა ივანიშვილმა და სიკეთე ვერ გამოაცალა. დღეს მეათე ძმა ხერხეულიძეს უშვებენ ციხეში და მისი დახსნა ჩვენი საერთო ამოცანაა. დღეს აღათან ხერხეულიძე ივანიშვილის რუსულ ციხეში ზის და როგორც ზუსტად გამსახურდიას ლექსია, აღათან რისხვაო აღათა მარაბდის ელვავ და ალო თაღებს შთაეგზნება ჭაღადა სისხლის ეგ ბრიალა კალო. დღეს სწორედ ამ ძალიან ძიმე დღეს ყველა ადამიანისათვის, ვისაც გული აქვს მართლა და რაღაც ქვა არ უდევს იმის მაგივრად, როცა 5 წლით მართლა უდანაშაულო ადამიანი გაუშვეს ციხეში. ამ ყველაფერს თან ახლდა არეულობა, ცემა ტყეპა სასამართლოში. მიუქციეს სასამართლოს ეგრეთ წოდებული მანდატური ადამიანებს და აცემინეს.